დიდარი ახალგაზრდები დასცინოდნენ პოლიციას, რადგან ის ქალი იყო ავტობუსში, მაგრამ როდესაც აღმოაჩინეს ვინ იყო ის, ისინი შოკში ჩავარდნენ. თბილისის ძველი უბნის ვიწრო ქუჩებში, სადაც დროის დინება შენელებული ჩანდა, ნინო ლომიძე ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას. მისი ფეხსაცმელების კაკუნი ხმიანდებოდა ბრუკის ქვებზე, როგორც წამზომი, რომელიც ითვლიდა მის მისამართისკენ დარჩენილ წამებს. შემოდგომის საღამოს ჰაერის ავსე იყო დამწვარი ფოთლების სურნელით და სადღაც შორიდან მოისმოდა ძველი ქართული მელოდიის ხმა. ერთ დროს ნინო ამ მუსიკის რიტმზე ცეკვავდა, მაგრამ ახლა მისი ნაბიჯები მძიმე და უსიცოცხლო იყო. 2 წლის წინ მას შემდეგ რაც თამარი, მისი ერთადერთი და მის ერთგული და საყვარელი და საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, ნინოს ცხოვრება თითქოს გაჩერდა. მათ შორის ოკეანის შორეულობა არ იყო ერთადერთი ბარიერი. 2 წლის განმავლობაში ძმები არ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ნინო მოესმა ხმა უკნიდან და ნინო შეჩერდა. მობრუნდა და დაინახა ანა, მისი ბავშვობის მეგობარი, რომელიც მისკენ მოდიოდა აჩქარებული ნაბიჯებით. ანას სახეზე ღიმილი იყო, თუმცა ნინომ შენიშნა, რომ მის თვალებში შეშფოთება ჩანდა. ანა, რა ხდება? კითხა ნინომ, როდესაც მეგობარი მიუახლოვდა. გვაპატიე, რომ ასე მოულოდნელად გაწუხებ, მაგრამ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ კარგად ხარ, თქვა ანამ მცირე პაუზის შემდეგ. გუშინ დამირეკა თამარმა პარიზიდან, ნინოს სახე გაიყინა. 2 წლის განმავლობაში მან ყველაფერი გააკეთა, რომ დის სახელიც კი არ ეხსენებინა და ახლა ანა უცებ ახსენებდა მას, თითქოს ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო. მე არ მაინტერესებს, თქვა ნინომ მშრალი ხმით, მზერა გაარიდა. ნინო, გთხოვ, მომისმინე. თამარი ბრუნდება თბილისში, თქვა ანამ, სწრაფად, სანამ ნინო წავიდოდა. ის 1 კვირის შემდეგ ჩამოდის და ძალიან უნდა შენინახვა, ნინომ უცებ იგრძნო, როგორ დაიძაბა მთელი სხეული. თამარი ბრუნდება. რატომ ახლა? 2 წლის შემდეგ, როდესაც ნინომ როგორც იქნა ისწავლა დის გარეშე ცხოვრება, როდესაც ძლივს მოახერხა იმ ღალატის დავიწყება, რომელიც იგრძნო, როდესაც თამარმა მიატოვა ყველაფერი და წავიდა. ის ძალიან ნანობს ნინო, გააგრძელა ანამ ნინო სიჩუმე რომ დაინახა. მან მითხრა, რომ ყოველდღე ფიქრობდა შენზე. ის უბრალოდ ვერ ბედავდა დაკავშირებას, იმის შემდეგ რაც მამა ჩვენის დატოვებული ყველაფერი მიითვისა და პარიზში გაიქცა სრულიად უცხო კაცთან ერთად, შეაწყვეტინა ნინომ, მისი ხმა გამკაცდა. დიახ, ალბათ ძნელია დარეკვა მას შემდეგ, ანას სახეზე ტკივილი გამოისახა მეგობრის სიტყვებზე. ნინო, მე ვიცი, რომ ეს რთულია, მაგრამ იქნებ მისცე მას შანსი აგიხსნას. ის უკვე აღარაა ჟან-პიერთან ერთად. ის მარტო ბრუნდება, ნინომ ღრმად ამოისუნთქა, თვალები დახუჭა წამით. ანას სიტყვებმა გააღვიძეს მასში გრძნობები, რომლებიც დიდი ხნის წინ დამარხულად ეგონა. უცებ წარმოიდგინა თამარი, მარტო უცხო ქვეყანაში, შეცდომის გამოსწორების იმედით. მაგრამ შემდეგ გაახსენდა ის ღამე, როდესაც მამის ანდერძი გაიხსნა, როდესაც თამარმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მათი ურთიერთობა. მე ვერ დავპირდები არაფერს, ანა, თქვა ნინომ ბოლოს. მე ვერ ვიტყვი, რომ მინდა მისი ნახვა, ანა მხრებზე ხელები დაადო მეგობარს. არავინ გთხოვს დაპირებას, ნინო. უბრალოდ გთხოვ, იფიქრო ამაზე. თამარი იქნება ქალაქში 1 კვირის შემდეგ. ის აპირებს დარჩეს სასტუმროს სტუმართმოყვარეში. უბრალოდ იცოდე ეს, ნინომ თავი დაუქნია, ვერ პოულობდა სიტყვებს. ანამ ნაზად მოეხვია და წავიდა, ნინო კი მარტო დარჩა ქუჩაში, მისი ფიქრები ჩაძირული წარსულში. სახლში დაბრუნებული, ნინო მივიდა საწერ-მაგიდასთან და გახსნა უჯრა, რომელსაც იშვიათად აღებდა. იქიდან ამოიღო ძველი ფოტოალბომი. დაჯდა და ნელა გადაშალა, თითოეულ ფოტოს ათვალიერებდა, როგორც ძვირფას არტეფაქტს. აი, აქ იყვნენ თამარი და ნინო ბავშვობაში, ხელჩაკიდებული, მათი ღიმილები ანათებდა მზესავით. აქ იყვნენ სოფლის სახლში, ბებიასთან, რომელიც ასწავლიდა მათ ხაჭაპურის გამოცხობას. და აქ იყვნენ თამარის დაბადების დღეზე, სუსტად 1 კვირით ადრე, სანამ მამა მათ სამუდამოდ დატოვებდა. ნინომ ამოიოხრა და დახურა ალბომი. ის გრძნობდა, როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს მასში წყენა და მონატრება. როგორ შეიძლებოდა ისევ ენდოდისთვის, რომელმაც ასე ღრმად გატეხა მისი გული. მეორე დღეს ნინო მივიდა თავის მცირე გალერეაში, რომელიც მამის დატოვებული ფულით გახსნა. გალერეას სანატრელი გახდა მისი სიამაყე და ერთგვარი თავშესაფარი ბოლო 2 წლის განმავლობაში. ის ეხმარებოდა ახალგაზრდა ქართველ ხელოვანებს, რომ ეჩვენებინათ თავიანთი ნამუშევრები და ნელ-ნელა გალერეა იძენდა პოპულარობას. ლაშა ბერიძე, ახალგაზრდა ფოტოგრაფი, რომლის გამოფენა 2 დღის შემდეგ იხსნებოდა, უკვე იქ იყო, კედლებზე ბოლო ფოტოების გაკვრით დაკავებული.
დილა მშვიდობისა, ნინო, გაუღიმა ლაშამ, როდესაც ნინო შევიდა. როგორ გრძნობ თავს დღეს, ნინომ ძალით გაიღიმა. კარგად, ლაშა. მაჩვენე რა გაქვს აქ, ლაშა ენთუზიაზმით აჩვენებდა თავის ახალ ნამუშევრებს, ფოტოებს, რომლებიც ასახავდნენ საქართველოს მთიან რეგიონებს სეზონების ცვლილებისას. ნინო ცდილობდა ყურადღებით მოსმენას, მაგრამ მისი ფიქრები ისევ და ისევ უბრუნდებოდა თამაშს. 6 დღე. მხოლოდ 6 დღე დარჩა მის ჩამოსვლამდე. ნინო, კარგად ხარ, ლაშას ხმამ გამოაფხიზლა ნინო ფიქრებიდან. შენ აქ არ ჩანხარ, ნინომ თვალები დახუჭა და ღრმად ამოისუნთქა. მაპატიე, ლაშა. ანამ გუშინ მითხრა, რომ ჩემი დაბრუნდება თბილისში 1 კვირის შემდეგ. თამარი, ლაშამ გააფართოვა თვალები გაკვირვებით. ნინო იშვიათად საუბრობდა თავის დაზე, მაგრამ ლაშა საკმარისად იცნობდა მას, რომ სცოდნოდა, რა რთული ურთიერთობა ჰქონდათ. ეს დიდი სიახლეა, თქვა ლაშამ ფრთხილად. როგორ გრძნობ თავს ამასთან დაკავშირებით, ნინო მხრები აიჩეჩა. არ ვიცი. ერთი მხრივ მინდა ვუთხრა, რომ არასოდეს მაპატიებ იმას, რაც გააკეთა. მეორე მხრივ. მისი ხმა გაწყდა მეორე მხრივ ის მაინც შენი და დაასრულა ლაშამ რბილად. ნინომ თავი დაუქნია. ზუსტად. და ახლა უბრალოდ არ ვიცი, რა გავაკეთო. შევხვდე მას. დაველაპარაკო. თუ უბრალოდ ვაცადო ჩამოვიდეს და წავიდეს ისევ ჩემი ცხოვრებიდან, ლაშამ მხარზე ხელი დაადო ნინოს. მხოლოდ შენ იცი პასუხი ამ კითხვაზე, ნინო. მაგრამ თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, მე ვფიქრობ, რომ ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ ვატაროთ წყენა. განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გვიყვარს, ნინომ თავი დაუქნია, მაგრამ არაფერი უთქვამს. ლაშას სიტყვები გაისმა მის ფიქრებში, როდესაც ის დანარჩენი დღის განმავლობაში მუშაობდა გალერეაში. ცხოვრება მართლაც ძალიან მოკლეა. მაგრამ ზოგჯერ წყენა იმდენად ღრმა, რომ მისი დაძლევა თითქმის შეუძლებელი ჩანს. საღამოს, როდესაც ნინო ისევ მარტო დარჩა თავის ბინაში, დიდხანს იდგა ფანჯარასთან და გაჰყურებდა თბილისის ღამის ცას. ქალაქი ბრწყინავდა სინათლეებით და იქ, სადღაც შორს, თამარი ემზადებოდა სახლში დასაბრუნებლად. ნინო მიხვდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მას სურდა გაეგო რატომ დატოვა თამარმა ყველაფერი. რატომ აირჩია უცხო კაცი საკუთარი დის ნაცვლად. და რატომ ბრუნდება ახლა, როდესაც ნინომ როგორც იქნა მოახერხა ცხოვრების გაგრძელება. 6 დღე. მხოლოდ 6 დღე ჰქონდა, რომ გადაეწყვიტა, იყო თუ არა მზად შეხვედროდა წარსულს, რომელიც თამარის სახით ბრუნდებოდა მის ცხოვრებაში. 6 დღე გაფრინდა, როგორც ერთი წამი. ნინო დადიოდა თავის ბინაში წინ და უკან, ფანჯრიდან იყურებოდა ქუჩაში და მერე ისევ საათს უყურებდა. დღეს თამარი ჩამოდიოდა. მისი თვითმფრინავი უკვე დაეშვებოდა თბილისის აეროპორტში. მე არ წავალ, თქვა ნინომ ხმამაღლა, თითქოს საკუთარ თავს არწმუნებდა. მას სურდა წასვლა ახლა და მარტომ გაუმკლავდეს დაბრუნებას. ტელეფონმა დარეკა და ნინომ დაინახა ანას სახელი ეკრანზე. გამარჯობა, ანა, უპასუხა მან და სცადა, რომ მისი ხმა მშვიდი ყოფილიყო. ნინო, გახსოვს, რომ დღეს თამარი ჩამოდის, არა? კითხა ანამ. უკვე გადაწყვიტე, შეხვდები თუ არა? ნინომ ღრმად ამოისუნთქა. არა, ანა. მე ვერ შევძლებ. მე ვფიქრობ, რომ ჯერ მზად არ ვარ, ანას მხრიდან სიჩუმე ჩამოვარდა. გასაგებია, თქვა მან ბოლოს. მაგრამ იცოდე, რომ ეს საშინლად რთული იქნება მისთვის. რთული, გაიცინა ნინომ მწარედ. ჩემთვის რა იყო რთული, როდესაც ის წავიდა. როდესაც მან მომპარა მამაჩვენის მემკვიდრეობა და მიატოვა მთელი ჩვენი ცხოვრება იმ ფრანგი კაცისთვის. ვინ იფიქრა მაშინ, რა რთული იქნებოდა ეს ჩემთვის? ნინო. დაიწყო ანამ, მაგრამ ნინომ შეაწყვეტინა. მე ვიცი, რომ შენ კარგი გაქვს სურვილები, ანა, მაგრამ გთხოვ, პატივი ეცი ჩემს გადაწყვეტილებას. მე არ ვარ მზად ვნახო თამარი. ნინომ გათიშა ზარი და ტელეფონი გადააგდო დივანზე. იგრძნო, როგორ აუჩქარდა გული, როგორ აუწვა ხელში. ზედმეტი ემოციების გამო წასვლა გადაწყვიტა თავის გალერეაში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს დასვენების დღე იყო. გალერეაში მუშაობა ყოველთვის ეხმარებოდა ნინოს ფიქრების დალაგებაში. ის ათვალიერებდა ლაშას ფოტოგამოფენის ბოლო დეტალებს, როდესაც კარის ზარმა დარეკა. ნინომ მზერა მიაპყრო კარს გაკვირვებული, ვინ შეიძლებოდა მოსულიყო კვირა დღეს, როდესაც გალერეა დაკეტილი იყო. ჩვენ დაკეტილი ვართ დღეს, და იძახა მან კარისკენ მიმავალმა. კარი რომ გააღო, გაშეშდა. მის წინ იდგა თამარი, მისი და 2 წლის შემდეგ.
ნინოს თვალები გაფართოვდა გაოცებით და უსიტყვოდ მიაჩერდა ქალს, რომელიც ერთ დროს ასე ახლობელი იყო, ახლა კი თითქმის უცხო. თამარი ოდნავ შეცვლილი იყო. მისი შავი თმა მოკლედ იყო შეჭრილი, რაც აუცხოებდა მის სახეს. მის თვალებში ერთ დროს ასეთ მხიარულში ახლა ღრმა სევდა ჩანდა. იგი ატარებდა მარტივ, მუქ ლურჯ კაბას და ხელში მცირე ჩანთა ეჭირა. ნინო, თქვა თამარმა ქართულად, მისი ხმა ოდნავ კანკალებდა. ანამ მითხრა, რომ აქ იქნებოდი, ნინომ გაიბრძოლა, რომ საკუთარ ემოციებს გამკლავებოდა. ერთ მხარეს უნდოდა კარი მიეჯახუნებინა დის სახეში, მეორე მხარეს კი მოხვეოდა მას და არასოდეს გაეშვა. რატომ ხარ აქ, თამარ? კითხა მან ბოლოს, ცივი ხმით. მე მინდოდა შენი ნახვა, უპასუხა თამარმა მარტივად. მე მინდოდა გეთქვა, რომ ვწუხვარ, ნინომ გულში იგრძნო მძიმე ტკივილი. რამდენი ღამე გაატარა მან ამ სიტყვების მოლოდინში? რამდენჯერ წარმოიდგინა ეს მომენტი? და ახლა, როდესაც ის დადგა, არ იცოდა როგორ მოქცეულიყო. 2 წელი, თამარ, თქვა ნინომ, ცდილობდა ხმამ მტკიცე ჰქონოდა. 2 წელი და არც ერთი ზარი, არც ერთი წერილი. და ახლა მოდიხარ და უბრალოდ ამბობ ვწუხვარ, თამარის თვალები ავსებულიყო ცრემლებით. მე ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის, თქვა მან. მაგრამ მე მინდა ყველაფერი აგიხსნა. გთხოვ, მომეცი შანსი, ნინო ჩუმად იყო დიდხანს, ებრძოდა საკუთარ თავს. ბოლოს მან გვერდზე გაიწია და თამარს გზა დაუთმო. შემოდი, გალერეის სიღრმეში, ნინომ თამარი მიიყვანა პატარა ოთახში, რომელსაც იყენებდა როგორც ოფისს. ორივე დაჯდა, სიჩუმე მძიმედ ჩამოწვა მათ შორის. ლამაზი გალერეაა, თქვა თამარმა ბოლოს, ცდილობდა საუბრის დაწყებას. მადლობა, უპასუხა ნინომ მოკლედ. ეს არის ის, რისი შექმნად შევძელი იმ ცოტა ფულით, რაც დამრჩა მას შემდეგ, რაც შენ წახვედი. თამარმა დახარა თავი, მისი სახე გაფერმკრთალდა ნინოს სიტყვებზე. მე ვიცი, რომ შენ ფიქრობ, რომ მე მოგპარე მამის მემკვიდრეობა, თქვა მან ჩუმად. მაგრამ ეს არ არის სიმართლე, ნინო, ნინომ სკეპტიკურად შეხედა დას. მაშ, რა არის სიმართლე, თამარ? იმიტომ, რომ ჩემთვის სიმართლე ძალიან მარტივი ჩანს. მამა გარდაიცვალა, მისი ანდერძი გაიხსნა, შენ წაიღე მთელი ფული, რაც მან დაგვიტოვა და გაიქეცი ჟან-პიერთან ერთად პარიზში. არაფერი დაგვიტოვე, არც კი გამოგვემშვიდობე, თამარის თვალებიდან ცრემლები წამოვიდა. ეს არ ყოფილა ასე, ნინო. მე არ მომიპარავს ფული. მე გამოვიყენე ჩემი წილი იმისთვის, რომ გადამერჩინა მამის ბიზნესი, ნინომ ბრაზიანად გაიცინა. ოჰ, მართლა. და როგორ გააკეთე ეს, როდესაც პარიზში იყავი? მე ვიცოდი, რომ მამას ბიზნესი პრობლემებში იყო, გააგრძელა თამარმა, ცდილობდა ხმამ შვიდი ჰქონოდა. მან ვალები დატოვა, დიდი ვალები, ბანკებში, კერძო კრედიტორებთან. ამიტომ წავედი პარიზში, ჟან-პიერთან ერთად. ის დამეხმარა, რომ ფული მომეზიდა, ინვესტორები მომეძებნა. მე ვეძებდი გზას, რომ გადამერჩინა მამის საქმე, ნინო უსმენდა, თითქოს პირველად ესმოდა ეს ამბავი. და რატომ არაფერი მითხარი? რატომ წახვედი ასე, თამარის სახეზე ტკივილი გამოისახა. მე ვცადე, ნინო. მე ვცადე აგიხსნა იმ ღამეს, ანდერძის შემდეგ. მაგრამ შენ ისე განრისხებული იყავი, არ გინდოდა მოსმენა. შენ დამადანაშაულე ღალატში. და მერე. ის შეჩერდა, მერე ჟან-პიერმა თქვა, რომ დრო უნდა მიგვეცა შენთვის, რომ დამშვიდებულიყავი. რომ მოგვიანებით აგვეხსნა ყველაფერი, ნინო მიგრძნო, როგორ აუწვა ყელში. და შემდეგ რა მოხდა, თამარმა ამოისუნთქა. მე ვიპოვე ინვესტორები, ფული დავაბანდე მამის კომპანიაში, მაგრამ ჟან-პიერმა მომატყუა. ის აღმოჩნდა არა ბიზნესმენი, არამედ თაღლითი. მან წაიღო უმეტესი ფული და გაუჩინარდა. მე დავრჩი მარტო ვალებით და გატეხილი გულით, ნინო დაჯდა, გაოგნებული იმით, რასაც ისმენდა. რატომ არ დამირეკე მაშინ? რატომ არ დაბრუნდი? სირცხვილის გამო, უპასუხა თამარმა მარტივად. სირცხვილის და შიშის გამო. მე გავანადგურე ყველაფერი, ნინო. მამის მემკვიდრეობა, ჩვენი ურთიერთობა, ყველაფერი. მე ვერ შევძელი პირში შემეხედა შენთვის, ნინო მიგრძნო, როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს ბრაზი და თანაგრძნობა მის გულში. მაშ, რა შეიცვალა ახლა? რატომ დაბრუნდი? თამარმა თვალებში შეხედა დას. იმიტომ, რომ მომენატრე, ნინო. იმიტომ, რომ შენი დანახვა ყოველ დღე მინდოდა ამ 2 წლის განმავლობაში. იმიტომ, რომ მე დავიწყე ახალი ბიზნესი პარიზში, მცირე, მაგრამ წარმატებული და ახლა მინდა ეს წარმატება გავაფართოვო აქ, სახლში. და გინდა ჩემი დახმარება, არა? კითხა ნინომ ეჩვით. თამარმა თავი გააქნია.
არა, ნინო. მე არ ვთხოვ შენგან არაფერს. მე მხოლოდ მინდოდა გითხრა სიმართლე და მაპატიო, თუ შეძლებ. მინდოდა ჩემი და დამებრუნებინა. ნინომ ჩუმად შეხედა თამარს, ეძებდა სიცრუის ნიშნებს მის სახეზე. მაგრამ თამარის თვალებში მხოლოდ გულწრფელობა და სინანული ჩანდა. მე არ ვიცი, თამარ, თქვა ნინომ ბოლოს. ეს ყველაფერი ძალიან უცებ არის. მე მჭირდება დრო, თამარმა თავი დაუქნია. მე გესმის. მე ვაპირებ თბილისში დარჩენას 1 თვის განმავლობაში. ჩემი ტელეფონის ნომერი იგივეა. თუ მოისურვებდა ლაპარაკებას, შენ იცი, როგორ დამიკავშირდე. მან წამოიწია, მაგრამ ნინომ ხელი გაუწოდა და შეაჩერა. დარჩი, თქვა მან მშვიდად. მაჩვენე გალერეას. მინდა გაჩვენო, რა შევქმენი. თამარის სახე გაბრწყინდა, მისი თვალები ავსებულიყო იმედით. მართლა, ნინომ თავი დაუქნია. ეს პატარა ნაბიჯი იყო, მაგრამ ეს იყო დასაწყისი. და იქნებ, მხოლოდ იქნებ მათ შეეძლოთ დაეწყოთ ახალი თავი, წარსულის ტკივილის მიუხედავად. კი, თქვა მან და მსუბუქად გაუღიმადას. მინდა დაგანახო, რა შევქმენი აქ. დღეები გადიოდა და ნინო და თამარი ფრთხილად აშენებდნენ ახალ ურთიერთობას ნანგრევებზე. თამარმა გადაწყვიტა დარჩენილიყო თბილისში უფრო დიდხანს, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდა. მან იქირავა პატარა ბინაძველ უბანში, ნინოს სახლიდან არც ისე შორს. ყოველ დილას, ნინოს სამსახურში წასვლამდე, თამარი მოდიოდა მასთან, მოჰქონდა ახალი გამომცხვარი პური და ყავა ადგილობრივი კაფედან და დები საუზმობდნენ ერთად, ნელ-ნელა აღადგენდნენ იმ კავშირს, რომელიც ოდესღაც ასე ძლიერი იყო მათ შორის. ერთ დილას, როდესაც დები ისხდნენ ნინოს პატარა აივანზე და ტკბებოდნენ თბილი შემოდგომის მზით, თამარმა უეცრად შესთავაზა, ნინო, რას იტყვი, რომ დღეს წავიდეთ სოფელში, ბებიას ძველ სახლში? ნინო ოდნავ გაშეშდა. ისინი არ ყოფილან ბებიას სახლში მამის გარდაცვალების შემდეგ. ეს იყო ადგილი, სადაც ბევრი ბედნიერი მოგონება იყო, მაგრამ ასევე ადგილი, რომელიც მტკივნეულ მოგონებებსაც აღვიძებდა. არ ვიცი, თამარ, დაიწყო ნინომ ფრთხილად. იქ არავინ ცხოვრობს უკვე რამდენიმე წელია. შეიძლება ყველაფერი დანგრეულია, თამარმა ღიმილით შეხედა დას. სწორედ ამიტომ მინდა წასვლა. მინდა ვნახო, რა მდგომარეობაშია და იქნებ გავარემონტოთ კიდეც. ეს ხომ ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილია, ნინო. ნინომ დაფიქრებით მოსვაყავა. რატომ გინდა მისი გარემონტება? შენ ხომ არ აპირებ აქ დარჩენას სამუდამოდ, არა? შენ გაქვს შენი ცხოვრება პარიზში, თამარმა ჩაიცინა. ვინ თქვა, რომ არ ვაპირებ დარჩენას? მე გადავწყვიტე, რომ მინდა აქ, საქართველოში ბიზნესის დაწყება. მინდა ჩემი ფრანგული საკონდიტრო ნაწარმის ბრენდი ავამუშაო აქაც. ნინო გაკვირვებით შეხედა დას. შენ აპირებ დაბრუნებას? სამუდამოდ, თამარმა თავი დაუქნია. ო, მე ვფიქრობ, რომ დროა სახლში დაუბრუნდე. 2 წელი საკმარისი იყო იმის გასაგებად, რომ ჩემი ადგილი აქ არის, ჩემს ოჯახთან, ჩემს დასთან. ნინოს თვალები ცრემლებით აევსო. ეს მართლა გსურს? ძალიან, უპასუხა თამარმა, ხელი მოჰკიდა დას. ამიტომაც მინდა ბებიას სახლის ნახვა. იქნებ შევძლოთ მისი აღდგენა, იქნებ იქ გავხსნა ჩემი პირველი საკონდიტრო მაღაზია. ნინო დაფიქრდა მომენტს. კარგი, თქვა მან ბოლოს. წავიდეთ და ვნახოთ, რამდენიმე საათში ნინო და თამარი მიემგზავრებოდნენ ნინოს პატარა მანქანით სოფლისკენ. გზა ადიოდა მთებში და ყოველ მოსახვევთან იშლებოდა სულ უფრო მშვენიერი ხედები კახეთის ველებზე. დები მიდიოდნენ ჩუმად თითოეული ჩაძირული საკუთარ ფიქრებში. გახსოვს, როგორ დაგქონდა ბებიასთან ყურძენირთველის დროს და არ უია სიჩუმე თამარმა. ნინომ გაიღიმა. რა თქმა უნდა. და როგორ გვასწავლიდა ღვინის დაყენებას, თუმცა ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით ამისთვის. ბებია ამბობდა, რომ ქართველმა გოგონამ უნდა იცოდეს ღვინის დაყენება, მიუხედავად იმისა, რამდენი წლისა, გაიცინა თამარმა. და პურის გამოცხობაც დაამატა ნინომ. გახსოვს, როგორ გვასწავლიდა ხაჭაპურის გაკეთებას. დიახ, და შენ ყოველთვის უკეთესად გამოგდიოდა, ვიდრე მე, აღიარა თამარმა. ამიტომაც გახდი მე საკონდიტრე, არა? რომ გესწავლა ცომთან მუშაობა, გაეხუმრა ნინო. თამარმა თავი დაუქნია ღიმილით. ალბათ. ბებიამ ჩამიდო ეს სიყვარული, ასე მოგონებებით გართულები მიაღწიეს სოფელს. ბებიას სახლი იდგა სოფლის განაპირას, პატარა გორაკზე. ეს იყო ძველი, ტრადიციული ქართული სახლი, ხის აივნით და ვენახით ეზოში. როდესაც მანქანა მიაყენეს სახლთან, ორივე და ჩუმად გადმოვიდა, თითქოს ეშინოდათ წარსულის შეწუხება.
უფრო პატარა მეგონა, თქვა თამარმა, როდესაც ისინი დგებოდნენ სახლის წინ. ჩვენც პატარები ვიყავით, როდესაც აქ ბოლოს ვიყავით, შენიშნა ნინო. სახლი, მიუხედავად იმისა, რომ უკაცრიელი იყო რამდენიმე წელი, მაინც კარგ მდგომარეობაში იყო. ეზო მართალია, გაველურებული იყო, მაგრამ სახლის სტრუქტურა მყარად იდგა. მოდი, შევიდეთ, შესთავაზა თამარმა და ნინომ თავი დაუქნია. კარის გასაღები ინახებოდა იქვე, ქვის ქვეშ, როგორც ყოველთვის. შიგნით ჰაერი მძიმე იყო და მტვრიანი, მაგრამ ყველაფერი ისე იყო, როგორც დატოვეს, ბებიას ძველი ავეჯი, ქართული ხალიჩები, კედლებზე ჩამოკიდებული ფოტოები. ნინო მიუახლოვდა ერთ-ერთ ფოტოს. მასზე გამოსახული იყვნენ ნინო და თამარი ბავშვობაში, მათი მშობლები და ბებია. ყველანი იღიმებოდნენ, ბედნიერები და უზრუნველები. რა კარგი დრო იყო, ჩაიჩურჩულა ნინომ. თამარი მიუახლოვდა და მხარზე ხელი დაადო. იყო. და შეიძლება ისევ იყოს, ისინი განაგრძობდნენ სახლის დათვალიერებას, აღმოაჩენდნენ დავიწყებულ ნივთებს, აცოცხლებდნენ მოგონებებს. როდესაც მივიდნენ ბებიას ძველ საძინებელში, თამარი უცებ შეჩერდა. ნინო, იცი რა მახსენდება? ბებია ყოველთვის ამბობდა, რომ მას ჰქონდა რაღაც განსაკუთრებული დამალული ამ ოთახში, რაღაც, რასაც ის გადმოგცემდა, როდესაც გავიზრდებოდით, ნინომ თავი დაუქნია. მახსოვს. მაგრამ ის გარდაიცვალა ისე, რომ ვერ მოასწრო გვეთქვა რა იყო ეს. მოდი, მოვძებნოთ, შესთავაზა თამარმა ენთუზიაზმით. ნინომ სკეპტიკურად შეხედა დას. თამარ, ჩვენ აღარ ვართ პატარა გოგოები, რომლებიც განძს ეძებენ. და რატომაც არა, გაიცინა თამარმა. წამოდი, ნინო. დავიწყოთ ძებნა. ვინ იცის რა შეიძლება ვიპოვოთ, ნინომ ამოიოხრა, მაგრამ ნელ-ნელა გაეღვიძა მასში ცნობის მოყვარეობა. ისინი დაიწყეს ბებიას ოთახის გადაქექვა, ეძებდნენ რაიმე უჩვეულოს, რაიმეს, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო ის განსაკუთრებული, რასაც ბებია ახსენებდა. ნინო, აქ დაიძახა თამარმა უცებ. მან აღმოაჩინა პატარა კოლოფი დამალული კარადის ქვეშ. კოლოფი იყო ძველი, ხის გამოკვეთილი ქართული ორნამენტებით. ნინო მივიდა დასთან და ორივემ ცნობის მოყვარეობით დახედა კოლოფს. გავხსნათ, კითხა თამარმა და ნინომ თავი დაუქნია. კოლოფში იყო რამდენიმე ძველი წერილი, ყვითელი და გაცრეცილი დროის გასვლით, რამდენიმე ოქროს სამკაული და პატარა დღიური შავ ტყავში გადაკრული. ეს ბებიას დღიურია, იკითხა ნინომ, ფრთხილად აიღო წიგნი. ასე ჩანს, უპასუხა თამარმა. გადაშალე, წავიკითხოთ, ნინომ ფრთხილად გახსნა დღიური და დაიწყო კითხვა. ბებიას ხელწერა იყო მკაფიო და მოხდენილი, მიუხედავად იმისა, რომ დღიური, როგორც ჩანდა, დაწერილი იყო მრავალი წლის წინ. ღმერთო ჩემო, თქვა ნინომ, როდესაც რამდენიმე გვერდი წაიკითხა. თამარ, აქ წერია ისტორია ჩვენი ოჯახის შესახებ, რასაც არასოდეს გვიყვებოდნენ. რა ისტორია? კითხა თამარმა მოუთმენლად. ნინომ განაგრძო კითხვა, მისი თვალები ფართოვდებოდა გაოცებით. აქ წერია, რომ ჩვენი ბებია, მარიამი, ყოფილა ცნობილი პოეტის, გიორგი ლომიძის, შეყვარებული. მათ ჰქონიათ რომანი, მაგრამ ვერ დაქორწინებულან, რადგან გიორგი იყო დაქორწინებული სხვა ქალზე. ბებიამ მაინც გააჩინა მისი შვილი, ჩვენი მამა, თამარი მიაჩერდა დას გაოცებით. ჩვენი მამა იყო ცნობილი პოეტის შვილი. არაკანონიერი შვილი, ნინომ თავი დაუქნია, განაგრძობდა კითხვას. ბებია წერს, რომ გიორგიმ დატოვა მისთვის რაღაც განსაკუთრებული რაღაც, რაც უნდა გადასცემოდა მის შთამომავლებს. მის შვილიშვილებს. ჩვენ, თქვა თამარმა ჩუმად. ნინომ გადაფურცლა რამდენიმე გვერდი. აი აქ წერია, გიორგიმ დამიტოვა თავისი ხელნაწერები, ლექსები, რომლებიც არასოდეს გამოქვეყნებულა. ლექსები, რომლებიც დაწერა ჩემთვის ჩვენი სიყვარულის შესახებ. მე ვინახავ მათ ჩემი შვილიშვილებისთვის, ნინოსთვის და თამარისთვის. როდესაც ისინი გაიზრდებიან და მზად იქნებიან, მე გადავცემ მათ ამ საგანძურს, ნინომ და თამარმა ერთმანეთს გადახედეს, ორივე გაოგნებული იმით, რასაც იგებდნენ. ეს ნიშნავს, რომ სადღაც აქ დამალულია გიორგი ლომიძის გამოუქვეყნებელი ლექსები, კითხა თამარმა, მისი ხმა კანკალებდა აღელვებისგან. ასე ჩანს, უპასუხა ნინომ. მაგრამ სად? ბებიამ არ მიუთითა კონკრეტული ადგილი, თამარმა აიღო კოლოფიდან ერთ-ერთი წერილი. იქნება ამ წერილებში ვიპოვოთ მინიშნება, დები დაჭდნენ ბებიას საწოლზე და დაიწყეს წერილების კითხვა, ეძებდნენ რაიმე ნიშანს, რომელიც მიუთითებდა, სად შეიძლებოდა დამალული ყოფილიყო გიორგის ხელნაწერები. ნინო, გონი ვიპოვე, შესწახა თამარმა ერთ-ერთი წერილის კითხვისას. გიორგი წერს,
ჩემი სიტყვები, ჩემი გული, მათი ადგილი იქნება იქ, სადაც ღვინო ძველდება, სადაც დროს აქვს უნარი გადააქციოს უბრალო რამ რაღაც ძვირფასად. მარანი, თქვეს ორივემ ერთხმად. ბებიას სახლის ქვეშ იყო პატარა მარანი, სადაც ინახავდნენ ღვინოს. დები წამოხდნენ და გაიქცნენ კიბისკენ, რომელიც ჩადიოდა მარანში. მარანი იყო გრილი და ბნელი, ჰაერისავსე იყო ძველი ღვინის სურნელით. ნინომ და თამარმა აანთეს შუქი და დაიწყეს ძებნა. აქ უნდა იყოს დამალული, თქვა თამარმა, ათვალიერებდა კედლებს და ძველ ქვევრებს. ნინომ შეამჩნია პატარა ნიში კედელში, რომელიც თითქოს სხვა კედლებისგან განსხვავებული იყო. მან ფრთხილად შეეხო ქვებს და იგრძნო, როგორ ერთ-ერთი ქვა ოდნავ შეირხა. თამარ აქ დაიძახა მან. ერთად დებმა გამოციეს ქვა და აღმოაჩინეს პატარა სივრცე მის უკან. სივრცეში იყო ტყავის ჩანთა. ნინომ ფრთხილად ამოიღო ჩანთა და გახსნა. შიგნით იყო დასტა ფურცლები, ყვითელი დროის გასვლით, მაგრამ კარგად შენახული. ეს არის, ჩაიჩურჩულა თამარმა. გიორგის ლექსები. ნინომ ფრთხილად ამოიღო ერთი ფურცელი და დაიწყო კითხვა. ეს იყო ლექსი სიყვარულზე, ისეთი ძლიერი და ვნებიანი, რომ ნინოს თვალები ცრემლებით აევსო. ეს საგანძურია, თამარ, თქვა მან. ნამდვილი საგანძური, თამარმა ხელი მოხვია დას. ბებია მიცოდა, რომ ჩვენ ერთად უნდა გვეპოვა ეს, ნინომ თავი დაუქნია. ალბათ ეს არის მიზეზი, რატომ გვეუბნებოდა ის, რომ გარდაცვალების შემდეგ არ გავყიდოთ ეს სახლი. მან იცოდა, რომ ოდესმე ჩვენ დაუბრუნდებოდით და ვიპოვიდით ამას. დები ერთხანს ჩუმად ისხდნენ, ფურცლავდნენ ხელნაწერებს, კითხულობდნენ ლექსებს, რომლებიც დაწერილი იყო დიდი ხნის წინ, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მგრძნობიარე. ნინო, დაარღვია სიჩუმე თამარმა. მე მაქვს იდეა. ჩვენ უნდა გამოვაქვეყნოთ ეს ლექსები. ისინი არ უნდა დარჩეს დამალული. თელმა საქართველომ უნდა წაიკითხოს ისინი. ნინომ გამოხედა დას, მის თვალებში გაჩნდა ნაპერწკალი. გამოვაქვეყნოთ? როგორ? ჩვენი გალერეის მეშვეობით, განაგრძო თამარმა აგზნებით. ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ გამოფენა, სადაც წარმოვადგენთ ამ ხელნაწერებს. შეგვიძლია გამოვცეთ წიგნი. ეს იქნება სენსაცია. გიორგი ლომიძის გამოუქვეყნებელი ლექსები, რომლებიც იპოვეს მისმა შვილიშვილებმა. ნინო გაუღიმა დას, იგრძნო აღელვება მის სიტყვებში. ეს შესანიშნავი იდეაა, თამარ. და ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მეტიც. შეგვიძლია გავარემონტოთ ეს სახლი, გადავაქციოთ ის პატარა მუზეუმად, სადაც ადამიანები შეძლებენ მოვიდნენ და ნახონ, სად ცხოვრობდა ჩვენი ოჯახი, სად იწერებოდა ეს ლექსები. თამარის თვალები გაბრწყინდა. და ჩემი საკონდიტროც შეიძლება იყოს აქვე, სოფელში. ადამიანები მოვლენ მუზეუმის სანახავად და დარჩებიან ჩაის დასალევად და ტკბილეულის გასასინჯად. ნინო წამოდგა, ხელში ეჭირა ხელნაწერები. მოდი, ზემოთ ავიდეთ. მინდა ამ ლექსების წაკითხვა დღის შუქზე. დები ავიდნენ ზემოთ, მარნიდან და გავიდნენ ეზოში. ისინი დასხდნენ ძველი ვაშლის ხის ქვეშ, რომელიც უხვად იყო დატვირთული წითელი ვაშლებით და დაიწყეს ლექსების კითხვა ერთმანეთისთვის, ხმამაღლა. ლექსები იყო სავსე სიყვარულით, ვნებით, მონატრებით. ისინი მოგვითხრობდნენ ისტორიას ორი ადამიანის შესახებ, რომლებიც ერთმანეთს უყვარდათ მთელი გულით, მიუხედავად იმისა, რომ ბედმა დააშორა ისინი. მე ვიგრძენი, რომ ეს სახლი ჯერ კიდევ სავსეა სიყვარულით, თქვა თამარმა ჩუმად. ბებიას სიყვარულით, გიორგის სიყვარულით, ნინომ ხელი გადახვია დას. და ჩვენი სიყვარულით ერთმანეთის მიმართ. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, ჩვენ ისევ დები ვართ, თამარ. და ეს არასოდეს შეიცვლება. ისინი მიეღრდნენ ერთმანეთს, ხელებში ეჭირათ მათი ოჯახის საიდუმლო ისტორია და თვალწინ ჰქონდათ მომავალი, რომელიც ახლა უფრო ნათელი ჩანდა, ვიდრე ოდესმე. მზე ჩადიოდა, როდესაც ნინო და თამარი დაბრუნდნენ თბილისში. ხელში ეჭირათ ძვირფასი ტვირთი, გიორგი ლომიძის გამოუქვეყნებელი ლექსები. მთელი გზა ისინი განიხილავდნენ თავიანთ გეგმებს, როგორ შეეძლოთ ხელნაწერების გამოქვეყნება, ბებიას სახლის აღდგენა და მუზეუმად გადაქცევა. ჩვენ დაგვჭირდება ფული, თქვა ნინომ, როდესაც ისინი მიუახლოვდნენ ქალაქს. სახლის რეკონსტრუქცია, წიგნის გამოცემა, ეს ყველაფერი არ იქნება იაფი, თამარმა თავი დაუქნია. მე მაქვს დანაზოგი ჩემი ბიზნესიდან პარიზში. ეს იქნება კარგი დასაწყისი. და შეგვიძლია მოვიძიოთ ინვესტორები, სპონსორები. მაგრამ ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ხელნაწერები ნამდვილია, შენიშნა ნინომ. ჩვენ გვჭირდება ექსპერტის დასკვნა. მართალი ხარ? ვის შეგვიძლია მივმართოთ? კითხა თამარმა. ნინომ ცოტა ხანს იფიქრა. ლიტერატურის მუზეუმში არის პროფესორი დავით მიქელაძე. ის არის გიორგი ლომიძის შემოქმედების სპეციალისტი.
შეგვიძლია მას ვაჩვენოთ ხელნაწერები. იდეალურია, გაიღიმა თამარმა. როდის შეგვიძლია შევხვდეთ მას? მე დავურეკავ ხვალდილით და შევთანხმდები შეხვედრაზე, უპასუხა ნინომ. როდესაც ისინი მივიდნენ ნინოს ბინაში, დები ფრთხილად დაალაგეს ხელნაწერები მაგიდაზე და კიდევ ერთხელ დაიწყეს მათი კითხვა. ლექსები იყო ძლიერი და ემოციური, სავსე სიყვარულითა და ტკივილით, რაც მიუღწეველი სიყვარულის თანმდევია. ნეტავ ბებიას ეთქვა ჩვენთვის ეს ამბავი, თქვა თამარმა, როდესაც ის კითხულობდა ერთ-ერთ ლექსს. წარმოიდგინე, რამდენი შეეძლო მოეყოლა, ნინომ ამოიოხრა. ალბათ ფიქრობდა, რომ ჯერ პატარები ვიყავით. და მერე, როდესაც წამოვიზარდეთ. უბრალოდ აღარ მოუსწრო. მაგრამ ახლა ჩვენ შეგვიძლია მოუყვეთ მისი ისტორია მთელ მსოფლიოს, თქვა თამარმა აღფრთოვანებით. გიორგი ლომიძე არის ცნობილი პოეტი, მაგრამ არავინ იცის ამ ისტორიის შესახებ, მისი ფარული სიყვარულის შესახებ. ეს იქნება სენსაცია და ეთანხმა ნინო. მაგრამ ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ჩვენ ვასაჯაროებთ ჩვენი ოჯახის პირად ისტორიას, თამარმა თავი დაუქნია. მართალი ხარ. მაგრამ მე ვფიქრობ, ბებიას სურდა, რომ ეს ისტორია გაჟღერებულიყო. იმიტომაც შეინახა ეს ლექსები, ნინომ ოდნავ გაიღიმა. შეიძლება მართალი ხარ, მეორე დღეს ნინომ დარეკა პროფესორ მიქელაძესთან და მოკლედ აუხსნა სიტუაცია. პროფესორი აღფრთოვანდა და დათანხმდა შეხვედრას იმავე დღეს. დები მივიდნენ ლიტერატურის მუზეუმში, სადაც მათ დახვდა პროფესორი მიქელაძე, მაღალი, გამხდარი კაცი, ჭაღარა თმითა და კეთილი თვალებით. ქალბატონებო, რა სასიხარულო სიახლეა, მიესალმა ის, როდესაც ნინომ და თამარმა წარუდგინეს თავი. ნინო, გახსოვართ. თქვენი მამა ჩემი სტუდენტი იყო უნივერსიტეტში, ნინომ გაოცებით შეხედა პროფესორს. მართლა? არ ვიცოდი, პროფესორმა მიქელაძემ თავი დაუქნია. დიახ, ის იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სტუდენტი. ძალიან ნიჭიერი იყო ლიტერატურაში. ახლა კი მაჩვენეთ რა აღმოაჩინეთ, ნინომ და თამარმა ფრთხილად გახსნეს ჩანთა და ამოიღეს ხელნაწერები. პროფესორის თვალები გაფართოვდა, როდესაც მან დაინახა ფურცლები. ო, ღმერთო ჩემო, ჩაიჩურჩულა მან, როდესაც აიღო პირველი ფურცელი. ეს ნამდვილად გიორგი ლომიძის ხელწერაა. ჩემთვის ნაცნობია ეს კალიგრაფია. პროფესორმა მიქელაძემ საათები გაატარა ხელნაწერების შესწავლაში, წაიკითხა ყველა ლექსი, შეამოწმა ქაღალდი, მელანი, შეადარა გიორგი ლომიძის ცნობილ ხელწერას. ბოლოს, მან მზერა მიაპყროდებს, მის თვალებში ჩანდა აღფრთოვანება. ეს არის უდიდესი აღმოჩენა, განაცხადა მან. ეს ლექსები არის ნამდვილი, არ არსებობს ამაში ეჭვი. გიორგი ლომიძემ დაწერა ისინი. და ისინი არის განსაცვიფრებელი. ეს არის მისი საუკეთესო ნამუშევარი, რომელიც მეოდესმე მინახავს. ნინომ და თამარმა ერთმანეთს გადახედეს, მათი სახეები ბრწყინავდა ბედნიერებით და ამაყობით. პროფესორო, ჩვენ გვსურს ამ ლექსების გამოქვეყნება, თქვა ნინომ. და ჩვენ გვსურს ბებიას სახლის გადაქცევა პატარა მუზეუმად, სადაც ადამიანები შეძლებენ ნახონ, სად დაიწერა ეს ლექსები. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება თქვენი დახმარება, როგორც ექსპერტის, პროფესორ მიქელაძეს გაუბრწყინდა თვალები. ეს არის შესანიშნავი იდეა და მე სიამოვნებით დაგეხმარებით. მე შემიძლია დაგაკავშიროთ გამომცემლობას, რომელიც სპეციალიზდება ლიტერატურულ გამოცემებში. ისინი იქნებიან აღფრთოვანებული. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ დაწეროთ შესავალი წიგნისთვის, დაამატა თამარმა. პროფესორი მიქელაძე აინთო აღფრთოვანებით. ეს იქნება ჩემთვის დიდი პატივი, თქვა მან. მე ვფიქრობ, რომ ეს გამოცემა იქნება უდიდესი მოვლენა ქართულ ლიტერატურაში ბოლო 10 წლეულების განმავლობაში. როდესაც დები დატოვეს მუზეუმს, ისინი გრძნობდნენ, როგორ ვიბრირებდა ჰაერი მათ გარშემო ახალი შესაძლებლობებით და აღმოჩენებით. თამარ, ეს არის დასაწყისი რაღაც დიდის, თქვა ნინომ, როდესაც ისინი სეირნობდნენ თბილისის ქუჩებში. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რაღაც მნიშვნელოვანი ერთად. სწორედ ასე ვფიქრობ, დაეთანხმა თამარი. მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება გეგმა, ბიუჯეტის სტრატეგია, ნინომ გაიცინა. მე შემიძლია მივხედო შემოქმედებით მხარეს, გალერეის გამოფენას, სახლის დიზაინს. შენ შეგიძლია იზრუნო ბიზნეს მხარეზე, ფინანსებზე, მარკეტინგზე. ნამდვილი გუნდი გაიღიმა თამარმა. როგორც ბავშვობაში, როდესაც ვთამაშობდით, რომ ვიყავით ბიზნესის პარტნიორები. ოღონდ ახლა ეს რეალურია, უპასუხა ნინომ. მომდევნო კვირების განმავლობაში დები ენერგიულად მუშაობდნენ თავიანთ პროექტზე.
ისინი შეხვდნენ გამომცემლებს, მოაწყვეს პრესკონფერენცია, სადაც პროფესორმა მიქელაძემ გამოაცხადა აღმოჩენის შესახებ და დაიწყეს ბებიას სახლის რეკონსტრუქციის გეგმების შემუშავება. თამარმა შეძლო რამდენიმე ინვესტორის დაინტერესება და ნინო იყენებდა თავის კავშირებს ხელოვნების სამყაროში, რომ მოეზიდა მეტი ყურადღება პროექტისადმი. ერთ საღამოს, როდესაც დები მუშაობდნენ ნინოს ბინაში, გარეთ წვიმდა და ნინო და თამარი გემრიელი ყავით ტკბებოდნენ, კარზე კაკუნი გაისმა. ნინომ გააღო კარი და დაინახა ლაშა, ფოტოგრაფი, რომლის გამოფენაც ახლახანს დასრულდა მის გალერეაში. ლაშა, შემოდი, მიესალმა ნინო. თამარა, ეს არის ლაშა, ჩვენი უნიჭიერესი ფოტოგრაფი. ლაშა, ეს არის ჩემი და თამარი. ლაშა შევიდა და თავაზიანად მიესალმა თამარს. სასიამოვნოა გაცნობა, თქვა მან. ბევრი მსმენია შენზე ნინოსგან. ვიმედოვნებ, კარგი რამეები, გაიღიმა თამარმა. რა თქმა უნდა, უპასუხა ლაშამ. ნინო ძალიან ამაყობს შენი წარმატებებით პარიზში. ნინომ შეხედა ლაშას ცნობის მოყვარეობით. რა მოგიყვანა ასეთ გვიან საათში, ლაშა? მე მესმოდა თქვენი პროექტის შესახებ. დაიწყო ლაშა, გიორგი ლომიძის ლექსების, ბებია თქვენის სახლის შესახებ. და მე მაქვს იდეა, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ. ნინომ და თამარმა ინტერესით შეხედეს ერთმანეთს. მე მინდა გადავიღო ფოტოები ბებია თქვენის სახლში, სოფელში, განაგრძო ლაშამ. ფოტოები, რომლებიც ასახავენ ამ ადგილის სულს, ისტორიას. და მე მინდა შევქმნა ფოტოგრაფიული გამოცემა ლექსებთან ერთად. წიგნი, რომელიც გააერთიანებს გიორგის სიტყვებს და ჩემს ფოტოებს. ეს ბრწყინვალე იდეა, შესწახა თამარმა. ეს იქნება არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ ვიზუალური მოგზაურობაც. ნინომ დაფიქრებით შეხედა ლაშას. როდის გინდა დაიწყო? რაც შეიძლება მალე, უპასუხა ლაშამ. მე მინდა დავიჭირო სოფლის ატმოსფერო ყველა სეზონზე. წარმოიდგინეთ, როგორ ლამაზად გამოჩნდება ვენახი გაზაფხულზე, ზაფხულში, შემოდგომაზე და ზამთარში. ეს ნიშნავს, რომ პროექტი გაგრძელდება 1 წელი, შენიშნა თამარმა. ზუსტად, დაეთანხმა ლაშა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ღირს. ეს იქნება უნიკალური გამოცემა, ნინო დაფიქრდა მომენტს. მე მომწონს ეს იდეა, ლაშა. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მეტიც გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია მოვაწყოთ ფოტოგამოფენა გალერეაში, პარალელურად წიგნის გამოცემისა. და ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ვებგვერდი, სადაც ადამიანები შეძლებენ ნახონ შენი ფოტოები და წაიკითხონ ლექსები, დაამატა თამარი აღფრთოვანებით. ეს იქნება თანამედროვე გზა ამ ისტორიის გაზიარებისთვის, ლაშას გაუბრწყინდა თვალები. ეს არის ზუსტად ის, რაც მე მქონდა წარმოდგენილი. თქვენ ორნი ხართ საოცარი, ნინომ და თამარმა ერთმანეთს გადახედეს, მათ თვალებში ჩანდა აღფრთოვანება და ბედნიერება. პროექტი იზრდებოდა და ვითარდებოდა ყოველდღიურად და ისინი გრძნობდნენ, რომ აკეთებდნენ რაღაც მნიშვნელოვანს, რაღაც, რაც დააკავშირებდა მათ წარსულთან და მომავალთან. მაშ, დავიწყოთ, კითხა ლაშამ. დავიწყოთ, დაეთანხმნენ დები ერთხმად. იმ ღამეს, როდესაც ლაშა წავიდა, ნინო და თამარი დიდხანს საუბრობდნენ, განიხილავდნენ თავიანთ გეგმებს, ოცნებობდნენ მომავალზე, რომელიც ახლა უფრო ნათელი და საინტერესო ჩანდა, ვიდრე ოდესმე. ნინო, თქვა თამარმა, როდესაც ისინი აპირებდნენ დაძინებას, მე მინდა გითხრა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დაუბრუნდი, რომ ჩვენ ვიპოვეთ გზა ერთმანეთისკენ. ნინომ მოეხვია დას. მეც, თამარ. მე ვერ წარმომედგინა, რომ ოდესმე ასე ვიგრძნობდი, მაგრამ მე მართლა ბედნიერი ვარ, რომ შენ დაბრუნდი ჩემს ცხოვრებაში. ჩვენ შევქმნით რაღაც საოცარს ერთად, ჩაიჩურჩულა თამარმა. ამ პროექტს, ამ მუზეუმს, ამ წიგნს. და ჩვენს ახალ ცხოვრებას, დაამატა ნინომ, გულისრული ღიმილით. ახალ თავს ჩვენი ოჯახის ისტორიაში, თამარმა თავი დაუქნია და ნაზად მოეხვია დას. დებმა იცოდნენ, რომ მათ წინ ელოდათ ბევრი გამოწვევა, ბევრი სამუშაო. მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ ერთად შეძლებდნენ ყველაფრის დაძლევას და რომ ეს პროექტი იქნებოდა მხოლოდ დასაწყისი. 3 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ნინომ და თამარმა აღმოაჩინეს გიორგი ლომიძის ლექსები. პროექტი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. გამომცემლებთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებული იყო. ლაშამ დაიწყო ფოტოების გადაღება სოფელში და ბებიას სახლის რეკონსტრუქციის პირველი ეტაპი უკვე დასრულებული იყო. თამარმა წარმატებით მოიზიდა რამდენიმე ინვესტორი და ნინოს გალერეაში იგეგმებოდა დროებითი გამოფენა, რომელიც წარადგენდა ლომიძის ხელნაწერებს და ლაშას ფოტოებს. ერთ მშვენიერ შემოდგომის დილას, როდესაც ნინო და თამარი საუზმობდნენ ნინოს ბინაში და განიხილავდნენ დღის გეგმებს, კარზე მოულოდნელად დარეკეს.
ნინომ გააღო კარი და დაინახა მაღალი, ელეგანტურად ჩაცმული კაცი, რომელიც ოდნავ მოხუცებული ჩანდა, მაგრამ ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდა წარმოსადეგი გარეგნობა. ნინო ლომიძე? კითხა კაცმა, მისი ხმა იყო ღრმა და ავტორიტეტული. დიახ, მე ვარ, უპასუხა ნინომ, ცნობის მოყვარეობით შეხედა უცნობს. ჩემი სახელია ირაკლი ლომიძე, თქვა კაცმა. მე ვარ გიორგი ლომიძის შვილიშვილი. და მე მინდა ვისაუბრო თქვენთან და თქვენს დასთან გამოუქვეყნებელი ლექსების შესახებ, რომლებიც თქვენ აღმოაჩინეთ. ნინო გაოგნებული დარჩა. ირაკლი ლომიძე? გიორგი ლომიძის შვილიშვილი. ეს ნიშნავდა, რომ ის იყო მათი ნახევარ-ბიძაშვილი, მათი მამის ნახევარ-ძმის შვილი. რა თქმა უნდა, შემობრძანდით, თქვა ნინომ ბოლოს, გზა დაუთმო სტუმარს. როდესაც ირაკლი შევიდა ოთახში, თამარი წამოდგა, მისი სახეზე გაოცება აისახა. თამარ, ეს არის ირაკლი ლომიძე, გიორგი ლომიძის შვილიშვილი, წარადგინა ნინომ. თქვენი გაცნობა ჩემთვის დიდი პატივია, თქვა თამარმა, გაუწოდა ხელი. ირაკლიმ ხელი ჩამოართვა ორივე დას და დაჯდა მათი შეთავაზებით. მე მოვედი, როგორც კი გავიგე თქვენი აღმოჩენის შესახებ, დაიწყო მან. როგორც გესმით, ეს საკითხი ეხება ჩემს ოჯახსაც, ნინო და თამარი შეშფოთებით შეხედეს ერთმანეთს. რა უნდოდა ირაკლი ლომიძეს? ხომ არ აპირებდა ის ხელნაწერებზე პრეტენზიის გამოცხადებას? ბატონო ირაკლი, დაიწყო ნინო ფრთხილად, ჩვენ ვიპოვეთ ეს ლექსები ჩვენი ბებიის სახლში. ისინი დაწერილია გიორგი ლომიძის მიერ ჩვენი ბებიისთვის, მარიამისთვის. ირაკლიმ თავი დაუქნია. მე ვიცი. და მე არ ვაპირებ ხელნაწერებზე პრეტენზიის გამოცხადებას, თუ ამის გეშინიათ. მე მოვედი, რომ შემოგთავაზოთ ჩემი დახმარება, დებმა გაკვირვებით შეხედეს ერთმანეთს. დახმარება? კითხა თამარმა. დიახ, უპასუხა ირაკლიმ. მე ვიცი, რომ თქვენ გეგმავთ ლექსების გამოქვეყნებას და ბებია თქვენი სახლის გადაქცევას მუზეუმად. ეს არის შესანიშნავი იდეა და მე მინდა ვიყო ამ პროექტის ნაწილი. როგორ გაიგეთ ჩვენი გეგმების შესახებ? კითხა ნინომ ჯერ კიდევ ეჩვით. პროფესორი მიქელაძე არის ჩემი ძველი მეგობარი, ახსნა ირაკლიმ. მან მიამბო თქვენი აღმოჩენის შესახებ. და რა თქმა უნდა, მე წავიკითხე სტატიები პრესაში. და რატომ გინდათ დაგვეხმაროთ? კითხა თამარმა პირდაპირ. ირაკლიმ ღრმად ამოისუნთქა. იმიტომ, რომ ეს არის ჩემი ოჯახის ისტორიაც. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ბაბუა ჩემს, გიორგის, ჰყავდა სხვა ოჯახი, სხვა შვილი. მამა ჩემმა, დავითმა მომიყვა ეს ისტორია სიკვდილის წინ. მან მითხრა, რომ მას ჰყავდა ნახევარ-ძმა, თქვენი მამა, და რომ ის ნანობდა, რომ არასოდეს შეხვედრია მას. ნინო და თამარი უსმენდნენ გაოცებულები. მათ არასოდეს უფიქრიათ, რომ არსებობდა ნათესავები გიორგის მხრიდან, რომლებმაც იცოდნენ მათი არსებობის შესახებ. თქვენ მამამ იცოდა ჩვენი მამის შესახებ? კითხა ნინო. ირაკლიმ თავი დაუქნია. დიახ. მაგრამ იმ დროს ასეთი საკითხები იყო ტაბუ. ჩემი ბებია, გიორგის ცოლი, იყო მკაცრი ქალი. მან აუკრძალა გიორგის ოდესმე ეხსენებინა მისი კავშირი მარიამთან ან მათი შვილი. და როდესაც გიორგი გარდაიცვალა, ჩემმა ბებიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ეს საიდუმლო სამუდამოდ დამარხულიყო. მაგრამ თქვენი მამა მაინც იცოდა, შენიშნა თამარმა. დიახ, უპასუხა ირაკლიმ მწარე ღიმილით. გიორგი მუთხრა მას სიკვდილის წინ. ეს იყო მისი აღსარება. მან სთხოვა დავითს, რომ ეპოვა მისი მეორე შვილი, მაგრამ დავითმა ვერ შეძლო ბებია ჩემის წინააღმდეგობის გადალახვა. მან დიდი ხნის შემდეგ უკვე მოხუცებულმა მიამბო ეს ამბავი. ნინო და თამარი ჩუმად ისხდნენ, ითვისებდნენ ამ ახალ ინფორმაციას. მათი ოჯახის ისტორია უფრო რთული და მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე მათ წარმოედგინათ. როგორ გინდათ დაგვეხმაროთ? კითხა ნინომ ბოლოს. ირაკლიმ პატარა ჩანთა გახსნა, რომელიც თან ჰქონდა, და ამოიღო რამდენიმე ფოტო და დოკუმენტი. მე მაქვს გიორგის პირადი ნივთები, მისი დღიურები, ფოტოები, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ თქვენს პროექტში. მე მინდა, რომ ეს ყველაფერი გახდეს მუზეუმის ნაწილი. ეს არის მოულოდნელი და ძალიან გულუხვი შემოთავაზება, თქვა თამარმა, ფრთხილად ათვალიერებდა ფოტოებს. მაგრამ ეს ნივთები ხომ თქვენი ოჯახის მემკვიდრეობაა? დაამატა ნინო. თქვენ მართლა გსურთ მათი გაზიარება? ირაკლიმ მზერა მიაპყრო ორივე დას. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, თუნდაც არასოდეს გვიცნობია ერთმანეთი. და მე მინდა, რომ გიორგის ისტორია იყოს სრული, არა ნაწილობრივი. მისი სიყვარული მარიამისადმი იყო ნამდვილი და ამ ლექსებში ეს ჩანს. მე მინდა, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს ეს ამბავი. ნინო და თამარი აღელებულები იყვნენ.
ისინი არ ელოდნენ ასეთ მხარდაჭერას, განსაკუთრებით ადამიანისგან, რომელიც მათ არც კი იცნობდნენ. ბატონო ირაკლი, დაიწყო თამარი, ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ თქვენი შემოთავაზებისთვის. და ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ თქვენს დახმარებას. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ თქვენც იყოთ ამ პროექტის ნაწილი და ამატა ნინომ. არა მხოლოდ თქვენი ნივთების მეშვეობით, არამედ პირადად. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ჩვენი გუნდის წევრი ირაკლის სახეზე ნაზი ღიმილი გაჩნდა. მე მოხარული ვიქნები, რომ ვიყო თქვენი პროექტის ნაწილი. და მე მაქვს კიდევ ერთი შემოთავაზება. რა შემოთავაზება? კითხა თამარმა. მე ვარ ადვოკატი სპეციალიზებული კულტურული მემკვიდრეობისა და საავტორო უფლებების სფეროში, ახსნა ირაკლიმ. მე შემიძლია დაგეხმაროთ ყველა სამართლებრივ ასპექტში, რომლებიც დაკავშირებულია ლექსების გამოქვეყნებასთან და მუზეუმის შექმნასთან, ნინო და თამარი აღფრთოვანებით შეხედეს ერთმანეთს. ეს იყო ზუსტად ის დახმარება, რაც მათ სჭირდებოდათ. ეს იქნებოდა შესანიშნავი, თქვა ნინო. ჩვენ არ ვიცით ბევრი რამ სამართლებრივ საკითხებზე და ჩვენ გვეშინია, რომ შეიძლება დაუშვათ შეცდომები. არ ინერვიულოდ, გაუღიმა ირაკლიმ. მე დაგეხმარებით ყველაფერში. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რაღაც განსაკუთრებული ერთად. იმ დღეს ნინო, თამარი და ირაკლი დიდხანს საუბრობდნენ, გაცვალეს ინფორმაცია, გაუზიარეს ერთმანეთს მოგონებები და იდეები. ირაკლიმ მოუყვა დებს ისტორიები გიორგის შესახებ, როგორც მწერლის და როგორც ბაბუის შესახებ. ნინომ და თამარმა გაუზიარეს მას თავიანთი ბავშვობის მოგონებები ამბები ბებიის შესახებ. როდესაც ირაკლი წავიდა, დებმა იგრძნეს, რომ მათი პროექტი მიიღო ახალ განზომილებას. ახლა ეს აღარ იყო მხოლოდ ორი დის მცდელობა, აღედგინათ მათი ოჯახის ისტორია. ეს იყო ორი ოჯახის გაერთიანება, რომლებიც დიდი ხნის წინ გაიყვნენ. ეს არის საოცარი, თამარ, თქვა ნინომ, როდესაც ისინი განიხილავდნენ ირაკლის ვიზიტს. წარმოიდგინე, ჩვენ გვყავს ნათესავები, რომლებიც არც კი ვიცოდით, რომ არსებობდნენ. და ისინი ისეთივე დაინტერესებულები არიან ამ ისტორიით, როგორც ჩვენ და ამატა თამარმა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პროექტი არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ვფიქრობდით, მაგრამ მათი სიხარული არ გაგრძელებულა დიდხანს. მომდევნო დღეს, როდესაც ნინო მივიდა გალერეაში, მას დახვდა მოულოდნელი პრობლემა. გალერეის კარი იყო დამტვრეული და შიგნით ყველაფერი არეული იყო. ნინომ დაუყოვნებლივ დარეკა პოლიციაში. პოლიცია მალე მოვიდა და ნინომ აღწერა, რა მოხდა. ოფიცრებმა დაათვალიერეს ადგილი, მაგრამ არ იყო აშკარა ნიშნები, რომ რაიმე მოიპარეს. უცნაურია, თქვა ერთ-ერთმა ოფიცერმა. თითქოს ვიღაც ეძებდა რაღაცას, ნინომ უცებ იგრძნო შიში. ხელნაწერები. ისინი ინახებოდა სეიფში, გალერეის უკანა ოთახში. მან სწრაფად წავიდა შესამოწმებლად და შვებით ამოისუნთქა, როდესაც დაინახა, რომ სეიფი ხელუხლებელი იყო. როდესაც პოლიცია წავიდა, ნინომ დაურეკა თამარს და ირაკლის უამბო მომხდარის შესახებ. ორივე მალე მოვიდა გალერეაში. ვინ შეიძლება ყოფილიყო? კითხა თამარმა, როდესაც ისინი ათვალიერებდნენ არეულ გალერეას. და რას ეძებდნენ და ამატა ირაკლიმ. ნინომ შუბლი შეჭმუხნა. მე ვფიქრობ, რომ ისინი ეძებდნენ ლექსებს. მაგრამ საიდან იცოდნენ, რომ ისინი შეიძლება ყოფილიყო აქ? ირაკლიმ ჩაფიქრებით შეხედა დებს. შეიძლება ეს არის უფრო სერიოზული, ვიდრე ვფიქრობთ. გიორგი ლომიძის გამოუქვეყნებელი ლექსები შეიძლება ღირდეს ძალიან ძვირად ლიტერატურის კოლექციონერებისთვის. მაგრამ როგორ გაიგეს მათი არსებობის შესახებ? კითხა თამარმა. ჩვენ ხომ გავაკეთეთ პრესკონფერენცია, შენიშნა ნინო. ეს ინფორმაცია უკვე საჯაროას, ირაკლიმ თავი დაუქნია. ზუსტად. და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ლექსები საჭიროებს დაცვას. ჩვენ შეგვიძლია გადავიტანოთ ისინი უფრო უსაფრთხო ადგილას, შესთავაზა თამარმა. შეიძლება ბანკის სეიფში. ეს კარგი იდეა, დაეთანხმა ირაკლი. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავაჩქაროთ წიგნის გამოცემა და მუზეუმის გახსნა. რაც უფრო მალე გახდება ეს ლექსები საჯარო, მით ნაკლები ღირებულება იქნებათ მათ შავ ბაზარზე. ნინომ და თამარმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს. ისინი მიხვდნენ, რომ მათი პროექტი შეიძლება იყოს არა მხოლოდ კულტურული მნიშვნელობის, არამედ პოტენციურად საშიშიც. მაგრამ ეს მხოლოდ გააძლიერა მათი გადაწყვეტილება, დაეცვათ გიორგის და მარიამის მემკვიდრეობა და გაეზიარებინათ ის მსოფლიოსთვის. ჩვენ არ შევჩერდებით, თქვა ნინომ მტკიცედ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას, მიუხედავად დაბრკოლებებისა. რა თქმა უნდა, დაეთანხმა თამარი, მხარზე ხელი დაადოდას.
ჩვენ ძალიან შორს წავედით, რომ ახლა შევჩერდეთ ირაკლიმ გაუღიმა ორივე დას. და ახლა თქვენ მარტო არ ხართ. მე ვარ თქვენთან ერთად ამ გზაზე, ნინომ, თამარმა და ირაკლიმ ერთმანეთს შეხედეს, მათი თვალები ავსებული იყო გადაწყვეტილებით. ისინი იცოდნენ, რომ წინ ელოდათ კიდევ ბევრი გამოწვევა, მაგრამ ისინი ასევე იცოდნენ, რომ ერთად როგორც ოჯახი შეძლებდნენ ყველაფრის დაძლევას. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნინომ და თამარმა აღმოაჩინეს გიორგი ლომიძის ლექსები ბებიის სახლში. ერთი წელი სავსე გამოწვევებით, აღმოჩენებით, მოულოდნელი შეხვედრებით და უზარმაზარი შრომით. და აი დადგა დღე, როდესაც ყველა მათი ძალისხმევა უნდა შეფასებულიყო. ბებიის სახლი, რომელიც ერთ დროს მიტოვებული იყო, ახლა დგებოდა განახლებული და აღორძინებული. სახლის ხის აივანი, რომელიც ოდესღაც იყო გაცრეცილი და დაზიანებული, ახლა ბრწყინავდა ახალი ლაქით დაფარული. ვენახი, რომელიც გაველურებული იყო, ახლა მოვლილი და დატვირთული იყო მწიფე ყურძნით. მარანი, სადაც ისინი იპოვნეს ხელნაწერები, ახლა გადაქცეული იყო პატარა საგამოფენო სივრცეც, სადაც ვიზიტორებს შეეძლოთ ენახათ გიორგი ლომიძის ორიგინალი ლექსები, დაცული სპეციალურ ვიტრინებში. ნინო იდგა სახლის წინ, საზეიმოდ ჩაცმული და ათვალიერებდა მათი შრომის ნაყოფს. მის გვერდით იდგა თამარი, რომელიც ნერვიულად ასწორებდა თავის კაბას. ყველაფერი კარგად იქნება, დაამშვიდა ნინომ და ყველაფერი იდეალურად გამოვიდა, თამარმა ღრმად ამოისუნთქა. ვიცი. უბრალოდ ვნერვიულობ. ამდენი ადამიანი მოდის და ეს არის ჩვენი ერთადერთი შანსი, რომ პირველი შთაბეჭდილება მოვახდინოთ, ნინომ მხარზე ხელი მოჰკიდა დას. შენი საკონდიტრო ნაწარმი არის ულამაზესი და უგემრიელესი, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველას მოეწონება, თამარმა გაიგიმა და მოეხვია დას. მადლობა, ნინო. არ ვიცი, როგორ შევძლებდი ამის გაკეთებას შენს გარეშე. ჩვენ შევძელით ეს ერთად, უპასუხა ნინომ. შენ, მე და ირაკლი, ამ დროს ირაკლი გამოჩნდა სახლიდან. მასაც ეცვა საზეიმო ტანსაცმელი და ხელში ეჭირა ტელეფონი. ახალი ამბავი, თქვა მან, როდესაც მიუახლოვდა დებს. წიგნის პირველი ტირაჟი უკვე გაიყიდა. გამომცემლობა ბეჭდავს მეორე ტირაჟს, ნინომ და თამარმა აღფრთოვანებით შეხედეს ერთმანეთს. მათი წიგნი დამალული ლექსები, გიორგი ლომიძის უცნობი სიყვარული, გამოვიდა ერთი კვირის წინ და უკვე გახდა ბესტსელერი. ეს საოცარია, შესწახა თამარმა. ადამიანებს მართლა აინტერესებთ ეს ისტორია. რა თქმა უნდა, აინტერესებთ, დაეთანხმა ირაკლი. ეს არის ამბავი სიყვარულზე, რომელიც გადალახავს ყველა ბარიერს. სიყვარულზე, რომელიც გრძელდება თაობების შემდეგაც კი, ნინომ გახედა გზას, რომელიც მიდიოდა სოფლისკენ. უკვე ჩანდა პირველი მანქანები, რომლებიც მოდიოდნენ გახსნის ცერემონიაზე. დღეს ისინი ოფიციალურად ხსნიდნენ გიორგი და მარიამის სახლ-მუზეუმს. პარალელურად თამარი ხსნიდა თავის პატარა საკონდიტროს, სახელად მარიამის ტკბილეული, რომელიც განთავსებული იყო სახლის პირველ სართულზე. ლაშა უკვე აქაა, კითხა თამარმა, როდესაც კიდევ ერთი მანქანა შემოვიდა ეზოში. დიახ, ის არის უკანა ეზოში, ამზადებს ფოტოგამოფენას, უპასუხა ირაკლიმ. ლაშას ფოტოგამოფენა 4 სეზონის სიყვარულის სახლში იყო პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი. მან 1 წლის განმავლობაში იმუშავა, გადაიღო ფოტოები სახლში და მის გარშემო ყველა სეზონზე, დააფიქსირა მისი გარდაქმნა მიტოვებული ადგილიდან ცოცხალ, მოქმედ მუზეუმად. სტუმრები დაიწყეს მოსვლა. იყვნენ ჟურნალისტები, გამომცემლები, ლიტერატურის კრიტიკოსები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და უბრალოდ ადამიანები, რომლებიც დაინტერესდნენ ამ ისტორიით. მათ შორის იყო პროფესორი მიქელაძე, რომელიც ამაყად ატარებდა ლომიძის წიგნის ასლს. ნინო, თამარი და ირაკლი მიესალნენ ყველა სტუმარს, მიიყვანეს ისინი ეზოში, სადაც გაიშალა დიდი გადასახური. აქ უნდა ჩატარებულიყო ოფიციალური გახსნის ცერემონია. ანამ, ნინოს მეგობარმა, რომელიც ახლა თამარის საუკეთესო მეგობარიც გახდა, მოიყვანა ბავშვთა გუნდი, რომლებმაც შეასრულეს რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა ცერემონიის დასაწყისში. როდესაც დადგა დრო ოფიციალური სიტყვებისთვის, ნინო, თამარი და ირაკლი ერთად დადგნენ პატარა სცენაზე. დღეს ჩვენ ვზეიმობთ არა მხოლოდ ლიტერატურულ აღმოჩენას, დაიწყო ნინომ. ჩვენ ვზეიმობთ ოჯახის ისტორიას, სიყვარულის ისტორიას, რომელიც გადალახავს დროს. ეს პროექტი არ იქნებოდა შესაძლებელი ბევრი ადამიანის დახმარების გარეშე, განაგრძო თამარმა. მათ შორის პროფესორ მიქელაძის, ლაშა ბერიძის და რა თქმა უნდა, ჩვენი ახალი ნათესავის ირაკლი ლომიძის. ირაკლიმ თავი დახარა და გააგრძელა, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ გიორგი ლომიძეზე, ჩვენ ვფიქრობთ დიდ პოეტზე, ეროვნულ გმირზე. მაგრამ ამ ლექსებში ჩვენ ვხედავთ მას, როგორც ადამიანს, რომელსაც უყვარდა ღრმად და ჭეშმარიტად.
და ეს სიყვარული დღემდე ცოცხლობს ჩვენს მეშვეობით, მისი შთამომავლების მეშვეობით. დებმა ერთად გადააჭრეს ლენტი მუზეუმის შესასვლელთან და სტუმრები შევიდნენ სახლში. ისინი აღფრთოვანებით ათვალიერებდნენ ექსპონატებს, კითხულობდნენ ლექსებს, უსმენდნენ ირაკლის მონაყოლს გიორგის შესახებ, გემოვნებდნენ თამარის საკონდიტრო ნაწარმს და ტკბებოდნენ ლაშას ფოტოებით. ნინო მოესმა ნინოს ხმა უკნიდან, როდესაც ის ასწავლიდა ერთ-ერთ სტუმარს ექსპონატებს. ნინო მობრუნდა და დაინახა ლაშა, რომელიც იდგა მის უკან, ხელში ეჭირა ფოტოაპარატი. ლაშა, როგორ მიდის გამოფენა? კითხა ნინომ ღიმილით. საოცრად, უპასუხა ლაშამ. ყველას მოსწონს ფოტოები. მაგრამ მე მინდოდა მეთქვა შენთვის რაღაც სხვა. ნინო დაელოდა, ინტერესით შეხედა ფოტოგრაფს. მე ვაკვირდებოდი შენს გარდაქმნას ამ 1 წლის განმავლობაში, განაგრძო ლაშამ. როგორ გადაიქეცი იმ გაბრაზებული, მარტოსული ქალიდან, რომელსაც შევხვდი პირველად, ამ ძლიერ, თავდაჯერებულ ქალად, რომელიც ახლა ხარ. და მე მინდა გითხრა, რომ მე მომწონხარ, ნინო. ძალიან. და მინდოდა გმეკითხა, ხომ არ გინდა ვივახშმოთ ერთად, როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება? ნინო გაოცებული იყო. ის და ლაშა ახლო მეგობრები გახდნენ ამ წლის განმავლობაში, მაგრამ მას არასოდეს უფიქრია, რომ ლაშას შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე გრძნობები მის მიმართ. ლაშა, მე. დაიწყო ნინომ, მაგრამ შემდეგ გაჩუმდა. რატომ არა? რატომ არ მისცეს შანსი ერთმანეთს? ბოლოს და ბოლოს ცხოვრება გრძელდება და სიყვარული არის ის, რაც ყველაფერს აზრს აძლევს. მე სიამოვნებით ვივახშმებ შენთან ერთად, უპასუხა მან ბოლოს, გულწრფელი ღიმილით. ლაშას სახე გაბრწყინდა. მართლა? ეს შესანიშნავია. ხვალ საღამოს, ნინომ თავი დაუქნია. ხვალ საღამოს, სხვა მხარეს, თამარი ზედამხედველობდა საკონდიტროს, სადაც სტუმრები გემოვნებდნენ მის ტკბილეულს. მის გვერდით იდგა პროფესორი მიქელაძე, რომელიც აქებდა მის ფრანგულ მაკარონებს. ეს არის შესანიშნავი, თამარ, თქვა პროფესორმა. შენ უნდა გახსნა ასეთი საკონდიტრო თბილისშიც, თამარმა გაიღიმა. ეს არის ჩემი შემდეგი პროექტი, პროფესორო. მე უკვე ვეძებ შესაფერის ადგილს. მე ვიცი ერთი შესანიშნავი ადგილი ძველ უბანში, თქვა პროფესორმა. ჩემი მეგობარი ყიდის თავის ძველ მაღაზიას. თუ გინდა შემიძლია დაგაკავშირო, თამარის თვალები გაფართოვდა აღფრთოვანებით. ეს იქნებოდა შესანიშნავი, პროფესორო, მუზეუმის გახსნა გრძელდებოდა შუაღამემდე. სტუმრები თანდათან წავიდნენ, დატოვეს მხოლოდ ნინო, თამარი, ირაკლი და ლაშა. ისინი ისხდნენ ეზოში, დიდი ხის ქვეშ, სვამდნენ ღვინოს და საუბრობდნენ დღის შთაბეჭდილებებზე. მე მგონი, ჩვენ შევქმენით რაღაც განსაკუთრებული, თქვა ირაკლიმ, შეავსო ყველას ჩიქა. რაღაც, რაც გადააჭარბა ჩვენს მოლოდინებს. ეს არის მხოლოდ დასაწყისი, თქვა თამარმა. მე ვფიქრობ, რომ ეს მუზეუმი იქნება პოპულარული დიდი ხნის განმავლობაში. და ჩვენ გავაგრძელებთ მის განვითარებას, დაამატა ნინო. მოვაწყობთ ლიტერატურულ საღამოებს, გამოფენებს, კულტურულ ღონისძიებებს. და მე გადავიღებ ყველაფერს, გაიცინა ლაშამ, აწია ფოტოაპარატი. ისინი ერთხანს ჩუმად ისხდნენ, უსმენდნენ ღამის ხმებს, ტკბებოდნენ ვარსკვლავიანი ცის სილამაზით. იცით, რა არის ყველაზე საოცარი ამ ისტორიაში? დაარღვია სიჩუმე ირაკლიმ. ის, რომ ორი ოჯახი, რომლებიც გაიყვნენ სიყვარულის გამო, ახლა გაერთიანდნენ სიყვარულის გამო, ნინომ და თამარმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ შეხედეს ირაკლის, მათ თვალებში ჩანდა სითბო და მადლიერება. ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა, თქვა ნინომ ჩუმად. არა მხოლოდ ლექსები ან სახლი, არამედ ეს კავშირი, რომელიც გვაერთიანებს. მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ შევქმენით ერთად, დაამატა თამარმა, მოჰკიდა ხელი დასდა ირაკლის. ღამის სიწყნარეში ვარსკვლავების ქვეშ 4 ადამიანი იჯდა და ზეიმობდა არა მხოლოდ წარმატებულ პროექტს, არამედ ახალ დასაწყისს, ახალ თავს მათ ცხოვრებაში. და სადღაც დროის მიღმა გიორგი და მარიამი ალბათ იღიმებოდნენ, რადგან მათი სიყვარული, დამალული ამდენი წლის განმავლობაში, ახლა ცოცხლობდა მათი შთამომავლების გულებში და მათი ისტორია, დაწერილი ლექსებში ახლა ეკუთვნოდა მთელ მსოფლიოს.